რა ამბავი გაქვთ ატეხილი ამ არაბების შემოსვლაზე და არაბულ ინვესტიციებზე? მე აღარ ვაპირებდი თქვენთან ქართულად საუბარს, მე თქვენ ამის ღირსად არ გთვლით. იმიტომ რომ თქვენ ხართ უკეთური ხალხი. არ გთვლით მე თქვენ ღირსად იმისა, რომ ქართულ ენაზე გელაპარაკოთ. მე მეტიც ვთვლი, რომ თქვენ არც მაგ ქართული ენის ღირსები არა ხართ. ღვთიური ენის. მაგრამ მაინც გადავწყვიტე ეხლა ჩავწერო ეს ვიდეო, იმიტომ რომ არაბებს გადაწყვიტით ეხლა. ცირკი უნდა შეირნობდეს ქალაქიდან ქალაქში, ამისთვის საჭირო არ არის გქონდეთ მიწა. ჯერ ერთი თქვენ ვინ გითხრათ, რომ ის არაბები, რომლებიც მოდიან ინვესტიციას დებენ, თქვენზე უკეთესად არ მოუვლიან მიწას. თქვენი ზერი არა ხართ, სადაც მიხვედით, სუფრა გაშალეთ, საღორე რომ მოაწყეთ? თქვენს მიერ მოფენილი ნაგავი და ჭუჭყი რო ყრია ყველგან ტყეღრეში და სამარცხვინო, მერე ვიღაც უცხოელები ჩამოდიან და ამას ალაგებენ და ტომრებით გააქვთ თქვენი დაყრილი ნაგავი, თქვენ უკეთურებო? თქვენის ხალხი არა ხართ, ძაღლებისთვის ვერ მოგივლიათ, ადამიანებისთვის კი არა, ძაღლებისთვის და კატებისთვის ვერ მოგივლიათ. თქვენს მოსაქმებულს რო ტოვებთ ყველა ფეხის ნაბიჯზე. თქვენ გგონიათ ასეთ ადამიანებს რამეში სამშობლო სჭირდებათ? თუ თქვენ გგონიათ ფეშქაშად გერგოთ მართლა ეგ მიწა? არა. აიყარეთ და მიბრძანდით და თქვენზე უკეთესი ღირსეული ჩამოვა და დასახლდება. ის ვინც მოუვლის ყოველ ბუჩქს, ყოველ ხეს, რომელიც იზრუნებს მიწაზე და ამუშავებს მიწას. თქვენი გაუთავებელი ლაქლაქი ენით, თქვენი გაუთავებელი მსახურება უსამართლობის, ბოროტების, თან რო დარწმუნებულები ხართ, რომ ეს უსამართლობა, როგორც აკლემი თქვენს კართან არ ჩაიმუხლებს. თქვენ ხართ უსამართლობის მსახურები, ამაოების მსახურები. იმისთვის, რომ ეს ყოველივე აკეთოთ, თქვენ საერთოდ არ გჭირდებათ ამისთვის დალოცვილი ქართული მიწა. თქვენ საერთოდ არ გჭირდებათ იმ საქმიანობისთვის, რითაც ხართ დაკავებულები, რომ გქონდეთ კუთხე და ადგილი. მე ასე არ ვთვლი. ჩემთვის სულ ერთია თქვენ პასპორტში რა გიწერიათ. თუ იტყვით, რომ თქვენია ეს მიწა, იმიტომ რომ წინაპრებმა გადმოგცეს, ეს რომელმა წინაპრებმა? ზოგი ეკლესიის ეზოში თმით რო ათრიეთ და წვერით. ზოგ შიმშილით რო ამოხადეთ სული და წერილები აწერინეთ და ამათხოვრეთ ერთი პალტო რო ეყიდა და არ გაყინულიყო. რომელი წინაპრები? საკუთარ თანამოძმეებს რო ყიდნენ მონობაში, საკუთარი ოჯახის წევრებიანად ამ წინაპრებზე მესაუბრებით? გმირებზე საუბრობთ? ეს რომელ გმირებზე? რომლებიც ქუჩაში დღესაც ხელგაწვდილი ყრიან და 2 კაპიკის მათხოვრები არიან ამ გმირებზე? დიახ, არაბები უნდა შემოვიდნენ. და არა მხოლოდ არაბები. ყველა იმან უნდა დაიმკვიდროს ზოგადად მიწა მთელ მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში. ვინც იცის მისი ფასი. არ გაქვთ სინდისი, რომელიც გიკარნახებთ, რომ არ შეიძლება სამართალს გქონდეს ორმაგი, ესე ვთქვათ, სასწორი, რომლითაც ისე სწონით, როგორც თქვენ გაგისწორდებათ და როგორც თქვენ მოგეპრიანებათ. იხრჩობა საქართველო დღეს უსამართლობაში. ორმაგი სტანდარტია ყველგან. მსგავსი არსად არ ხდება. როგორ არ ხდება, მაგრამ ასეთი მასშტაბით, ასეთი განუკითხაობით, ასეთი სიძულვილით ერთმანეთის მიმართ, ასეთი ფეხებზე მკიდიაობით, ასეთი გულგრილობით, როგორებიც თქვენ ხართ, არსად არ ხდება.
დასრულდა თქვენი დრო, დასრულდა თქვენი ღლიცინის, ცირკის, თეატრების და თეატრალურობის დრო. დრო საერთოდ აღარ გაქვთ. აიყარეთ და წადით. არა მარტო არაბი, ყველა უნდა მოვიდეს და დასახლდეს იქ, სადაც უნდა, არა მარტო საქართველოში. ასე რომ მოემზადეთ, ახალი დრო დადგა. თქვენი დრო ამოიწურა.